დიდი ხანი არ ვიცი, შეიძლება 5 თვე არ ყოფილი ვარ ნავთლუღის ბაზარში, იქ ბარახოლკაა და ხშირად დავდიოდი წინათ და ბევრ რამეს ვიდულობდი, მაგრამ 5-6 თვე არ ვიცი, გაზაფხულზე ვიყავი, არც ის არ მახსოვს. დიდი ხანი არ ყოფილი ვარ, გუშინ ვიყავით მე და გური. გური რაჭაში სახს ალამაზებს და რაღაცები უნდა მოეძებნა და მთხოვა გავყევი. ეს ქალი ვიპოვე ლუიზასთან. ანგელოზი ყავს შემომდგარი ეგერ ბოძზე. არ მგონია ეს საქართველოში რომ იყოს ნაპოვნი, მგონია რომ დიდათ ანტიკვარულიც ეს არ ვიცი მოკლედ. ის ანგელოზი მომეწონა საყვარელი უდგას გვერდზე და მართალია კი ისერ მოტეხილია, გატეხილია, მაგრამ მაინც წამოვიღე და ბაღში დავდგი. ლუიზას რომ უთხარი ბაღში უნდა დავდგა მეთქი, თითქმის გადაიფიქრა რომ მოეყიდა ჩემთვის. რაიო, ბაღშიო. აგიო, სახლის სამშვენისიაო და მე აგერ დავდგი მშვენივრად. ეს საათია, შალხიძე ვიყიდე 150 ლარა ამას წინათ. ერთი კაი წესიერი ქალია და იმან მითხრა ჩემმა შვილმა ჩამოიტანა საიდანღაც. ეს დიდი ხანია ჩემთანა. არ ვიცი ვინ არიან ესენი, მოტეხილი აქვს ზოგს თითი, ზოგს ფეხი. ფიგურებია. ეს სადაც წავსულ ვარ, მოვსულ ვარ, იქ შოგროვილი ქვებია. არ ვიცი ზოგი სვირფასი ახლა აქ რა უნდა იყოს, მაგრამ აი რაღაცა მიგრეხილ მოგრეხილი უთავბოლო ქვები. ზოგი მთის ბროლია, ზოგი რა ვიცი ეს ხევსურეთშია. ასეთი რაღაცა ხევსურეთიდან წამოვიდა ერთი. ეს იკუდობთ ღობეებზე, ავი თვალისგან დასაცავად და ეგ კი მჭირდება. ეს მე მგონი ვიყიდე სხვათა შორის. რაღაცა მინერალია, ნახე რა ლამაზი ქვები აქვს. მოკლედ ლუიზა, იცოდე რომ დაბინავებულია, აგერ კაფის წინ დავდგი შენი ქალი ისერ მოტეხილი ანგელოზით. შენ გონია ვერ შევამჩნიე ისე რომ გონა მიტეხილი და მიწეპებული. ლუიზას ეგონა ვერ დევინახე. ეს კაი ქალია, ამასაც გვირგვინი უჭირავს ხოლმე. აუ. ხოთაშორის სტუმრებს მოსწონთ. აქ სკამი მედგა 2 დღის წინ ახლა ამ დღეებში და იჯდნენ ფოტოებს იღებდნენ.